მე Starbucks-ის ჭიქით სვამყავას, თქვენ კი გირჩევთ მოიმარაგოთ პოპკორნი ან რომელიმე სნექი და მოусმინოთ ჩემს მეორე ვიდეო ბლოგს ამ ყავით გაუმარჯოს ირაკლი კობახიძეს. მე ვარ ირაკლი დაბლიაშვილი. მეორე ეპიზოდი წერილისა გრაფომანი ირაკლი კობახიძის წერილისა, რომლითაც მან ირაკლი კობახიძემ მიმართა tweet Donald Trumps. პერიოდულად შევსვავ ხოლმე. ღია წერილი, თავიდან ბოლომდე ჩავიკითხავ. ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბატონ დონალდ ტრამპს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ბატონ JD Vance, ორივეს მიმართავს. ალაგ-ალაგ კომენტარებს ჩაურთავ ხოლმე თქვენი სტეპართვით. ისაც პირველ ეპიზოდშიც გითხარით. რამდენიმე კვირის წინ მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკული ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, თითქოს ვალდებული იყოს ბატონი ტრამპი, რომ ბატონი კობახიძის, ანუ ბატონი ივანიშვილის საჯარო განცხადებებს აადევნებდა სვალყურსა და ღიად გამოხატავდი საქართველოს მზაობას სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გაგვიახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის. თუმცა პასუხი ჩვენს წერილზე საკუთარ თავს უკვე მრავლობითში მოიხსენიებს, რომ თან მიმართა, ესე იგი ჩემე მოგმართეთო და ახლა ჩვენს წერილზეო, ჩვენ ვინა ხართ, თქვენ და ივანიშვილი ხართ, როგორც ჩანს, ანუ ბატონი კობახიძე და ბატონი ივანიშვილი. ჩვენს წერილზე საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტის დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოსა და შეერთებული შტატების ხელისუფლებების შორის. აღარ ვიტყვი იმას, რაც პირველ ეპიზოდში თქვი, რომ აქამდე ამბობდნენ, რომ დავითაშვილის კომუნიკაცია შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან იყო უმაღლეს დონეზე კომუნიკაციაო. აღნიშნული დუმილი კობახიძისეული გაგებით, ბიძინა ივანიშვილისეული გაგებით გასაკვირია. ქართველი ხალხისათვის რა უფლებით ლაპარაკობს ირაკლი კობახიძე გამყალბებელი რუსი ქართველი ხალხის სახელით. ქართველ ხალხს შეერთებული შტატები უჭერს მხარს და საქართველოს ხელისუფლებისათვის რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში უყურეთ რას ამბობს. უკვე მრავალი წელია საქართველო არის შეერთებული შტატების ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. დიახ, საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი, მეც ვადასტურებ, ოღონდ ეს სტრატეგიული პარტნიორობა ერთხელ რომ იყავი, ასე მაგალითად ISAF-ის ოპერაციაში რომ მონაწილეობდი, ეს უნდა იყოს განმგრძობითი. ანუ დინამიკაში უნდა იყოს. მე აქაო და ვიყავი შენი სტრატეგიული პარტნიორი ამ 10 წლის წინ ან 12 ან 15 წლის წინ არ ნიშნავს იმას, რომ შენ სტრატეგიული პარტნიორი ხარ ახლაც. შენ მუდმივად უნდა ადასტურებდე მზაობას, რომ იყო შეერთებული შტატების და ზოგადად დასავლეთის პარტნიორი. როცა დღენია და აგინებ და აკრიტიკებ ხელისუფლებას კი არა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ხელისუფლებას, კონგრესს, სენატს, რა მნიშვნელობა აქვს მთლიანად ქვეყანას, უკვე სტრატეგიული პარტნიორი აღარ ხარ, რაც არ უნდა გაიგეთებინა წარსულში. მეორე და მნიშვნელოვანი აგრძელებს. საქართველო მხარში ედგა შეერთებულ შტატებს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერახსა და ავღანეთში, ამაზე ვთქვი ორი სიტყვა, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. ოღონდ ეს მაპატიეთ, ეს ის დრო ხო არ არის, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში და ეს ის დრო ხო არ არის, როცა მიხეილ სააკაშვილი მართავდა ქვეყანას და რომელ დროზეც ირაკლი კობახიძის მოადგილე თეა წულუკიანმა თქვა იმ შეიარაღებულ ძალებზე, მათ შორის დაანგრია მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღებული ძალებიო. ვერ გავიგე თუ დაანგრია, დაანგრეული შეიარაღებული ძალები, რატო გააუშვა? დაანგრეული შეიარაღებული ძალები იყო იმაში, ავღანეთსა და ერაყში? და დაანგრეული შეიარაღებული ძალებით ვუჭერდით ჩვენ მხარს, ან რას ამაყობთ იმ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებით, რომელსაც, ანუ მიხეილ სააკაშვილს 24 საათის განმავლობაში არა მარტო აკრიტიკებთ, არამედ დაჭერილი გყავთ, გამოკეტილი გყავთ, პოლიტპატიმრად გადააქციეთ ეს კაცი და მის წინააღმდეგ ყველა რეპრესიული მანქანა გაქვთ აბოქოქილ ჩართული. მე აქ მიშას კი არ ვიცა, უბრალოდ ხსნი, რომ თქვენ ამაყობთ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებით და ამას ყიდით თითქოს ეს თქვენი გადაწყვეტილებები იყოს.
მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით ჩვენ პატარა ქვეყანამ ამერიკის შეერთებულ შტატებს 2.2 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ ძახილისნიშანი, ესე ელაპარაკება კობახიძე, ტრამპს დახმარებას მრავალჯერ აღემატება ტყუილი. 2.2 მილიარდი დოლარი არათუ მრავალჯერ არ აღემატება შეერთებული შტატებიდან ჩვენთვის გაწეულ დახმარებას, არამედ მრავალჯერ ჩამორჩება. ყველაზე უფრო კონსერვატორული დათვლებით შეერთებულ შტატებს 6-7 მილიარდი აქვს ჩვენთვის დახმარება გაწეული 6-7 მილიარდი დოლარის. და რეალურად ეს არის 16, 17, 18, 20 მილიარდის. კი მათ შორის არ უნდა დაგვაგვიწყდეს ასე მაგალითად C-ჰეპატიტის ელუმინაციის პროგრამა და ასევე არ უნდა დაგვაგვიწყდეს COVID პანდემიასთან ბრძოლის პროცესში შეერთებული შტატების დახმარებანი საქართველოსათვის, როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური სახის. ამიტომ მატყუარა კობახიძე, ეხლა პრინციპში მიმართავ მის მომხრეებს, რომლებიც აღფრთოვანებულნი არიან ამ პრემიერ-მინისტრად წოდებული პოლიტიკით და ამ წერილითაც, მიმართავ ასე კობახიძე ტყუის. ხან განვაგრძოთ ტყუილები. სტაობაზე მსჯელობა. შეერთებული შტატებიდან ხო, უყურეთ, საქართველოს გაწეულ რეალურ დახმარების მრავალჯერ აღემატება რეალურ დახმარებაში არ თვლით თანხებს, რომელიც შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 8-11 წლებში. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა Deep State-ის დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო. ესე იგი, მე არ ვიცი YouTube-ი დაბლოკავს თუ არა ამ ვიდეოს და რომც დაბლოკოს, ან რაღაც გარკვეული რეგულაციები დააწესოს, მაინც უნდა წარმოვთქვა ეს სიტყვა. ეს ზარქუას ტვინიანი FSB-შნიკი კობახიძე ამბობს ამ ნაბიჯრობას, აი ამას დაბლოკავს თუ ამის გამო დაბლოკავს თუ არა ვიდეოს. რომ 8-11 წლებშიო სააკაშვილმა Deep State-ის დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო. სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოყავით უკაცრავად თანხები 8-11 წლებშიო იმ სააკაშვილის, რომელმაც Deep State-ის დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო. როგორი ღალატია ხვდებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლებასთან ჩაუშვა და საქართველოს დააბრალა კიდევ ერთხელ ომის დაწყება. რეალურ დახმარებაში ასევე არ თვლით თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის და NED-ის, სოროსის ფონდის და სხვა არხებით საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაბრიებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის წასახალისებლად, სამარცხვინოზე დიდი განცხადებაა, სერიოზულად უსამარცხვინოესი განცხადებაა ეს წერილია. სახელმწიფო ინსტიტუტების დასამსუსტებლად, გენდერული და LGBT პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა. რაც არ უნდა ვეიტანდეს დონალდ ტრამპი წინა ადმინისტრაციას, ბაიდენის ან წინის წინა თვითონ იყო იმ წინის წინას, ხო ობამას ადმინისტრაციას და ასე შემდეგ. რაც არ უნდა ვეიტანდეს, აი ამას რაც არ უნდა ებრძოდეს NED-ს, USAID-ს, არ ვიცი, სოროსი არ უყვარდეს, რაღაცა მიაჩნდეს, რომ აი ფლანგებოდა თანხები და ასე შემდეგ. ამ განცხადებით დასტურდება ის, რომ საქართველოს ხელისუფლება უმადურია იმის გამო, რაც გააკეთა შეერთებულმა შტატებმა, ნებისმიერმა ადმინისტრაციამ, ნებისმიერი ადმინისტრაციის პირობებში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის. მე ამდენიმე ხნის წინადაც ვთქვი, ახლაც ვიმეორებ, ეს არის პირველ ყოვლისა ეს ელუმინაციის პროგრამა გიხსენეთ, C-ჰეპატიტი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის ასევე საქართველოს შეერაღებული ძალების შექმნა თვისა და აღჭურის პროგრამით, სოფლის მეურნეობაში, მეცნიერებაში, განათლებაში, ჯანდაცვაში განხორციელებული, ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ასობით პროექტი და უმადური FSB-შნიკი კობახიძე ამ ნაბიჯრობას კიდევ ერთხელ გიბოდიშებთ კადრულობს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს მრავალი წლის მანძილზე შეერთებული შტატებისთვის ნამდვილი სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის ამგერის მსაუბრას დღესაც გამოხატავს ახალი ადმინისტრაციის დუმნი, როგორც საქართველოს ხელისუფლებისათვის, ისე ქართული ხალხისათვის გასაკვირია. გადავფურცოთ. საერთაშორისო რეიტინგების თანახმად საქართველოს არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. ადრე თუ გვიან გაირკვევა მართლა იმ რეიტინგებშიც კი, რომელშიც საქართველოს ლიდერია, თუმცა ბევრს, რასაც აქ ჩამოასახელებს პრემიერად წოდებული, ამაში ლიდერი არ არის კი არა, აუტსაიდერია რეალურად, მათ შორის მედიის თავისუფლების კუთხით, ხო, აუტსაიდერთა შორის არის,
მაგრამ სადაც ლიდერად წოდებულია, როგორ გალიდერდა საქართველოს, რა კორუფციული სქემები აქვს აწყობილი საქართველოს de facto ხელისუფლებას, რა საფუძველზე, რის საფუძველზე აღიარებს ესა თუ ის საერთაშორისო ინსტიტუცია საქართველოს ამა თუ იმ სფეროში ლიდერად, ამას ოდესმე გავარკვევთ, იმედი მაქვს. მაგალითად სასამართლო დამოუკიდებლობაში მურუსიძის სასამართლოზე ღმერთმაც რომ თქვას არათუ რომელიმე საერთაშორისო უწყებამ არამედ ამ ბანდაკლანის სასამართლოზე რომ თქვას რომ ლიდერია სასამართლოს თვალსაჩინო საქართველოს ღმერთსაც კი მომიტევეთ და არ უნდა დაუჯეროთ. საქართველოს ლიდერობას ადასტურებენ ისეთი ინსტიტუტების, რომელთა მიმართ თქვენს ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნდობა აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმ ფონზე რომ თქვენ არაერთ თუნდაც ღიად და დემოკრატიულ და ავტორიტეტულ სახელმწიფოებს აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არ აქვს, ხო? ვერ გაიგებთ თქვენ ტრამპი რატომ დუმს? ტრამპს არ მიაჩნია და არავის სამყაროში რომ საქართველოს რომელიც აკმაყოფილებდა დემოკრატიის ამ კრიტერიუმს, აი ამ დონეზე ხო, ამ დონეზე უნდა გაჩერდეს თუნდაც არათუ უნდა დაქვეითდეს. და ჩვენ არათუ ამ დონეზე გავჩერდით არამედ დავქვეითდით, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ეს ყველა მისის, ეს არ ნიშნავს არავითარ შემთხვევაში იმას, რომ ვინმე შეხნატრის მიხეილ სააკაშვილის დროინდელ ხელისუფლებას და ვინმე იწონებს მის მიერ წარმოებულ პოლიტიკას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, არღვევდა უარესშვებოდა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ თქვენ მე-7 ხარისხში ამ ხელისუფლებად წოდებულმა ბანდამ მე-7 ხარისხში აიყვანა ეს ყველაფერი და მათთვის თურმე დუმილს ტრამპის დუმილს ლოგიკური ახსნა არ აქვს. ლოგიკური ახსნა ისიც რა არის? ამდენად სარქუატვინიანებს ტრამპი, რომელიც ესოდეთ სერიოზული პრობლემებით მოგვარებით არის დაკავებული, არც აქცევს ყურადღებას, არაფრად არ მიაჩნია. ბიზნეს კი ჰგონია რომ ის გარშემო ტრიალებს დედამიწა, მაგრამ მაინც. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დავაკვირდებით ჩვენს ხელისუფლებისა და თქვენი ადმინისტრაციის საჯარო რიტორიკას, თვალშისაცემია სრული ღირებულებით და იდეოლოგიური თანხმობა ჩვენს ხედვებს შორის. დებილიზმია ეს. წარმოუდგენელია პაპუაშვილს ვიცე-პრეზიდენტი არ აკრავს, ხო ჩვენ ჯეიდი ვენსი, რომელიც საკრიტიკო პირია, ჯეიდი ვენსისა და პაპუაშვილის მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვეოდეს. წარმოუდგენელია ეს. არ ემთხვევა, როდესაც ჯეიდი ვენსი ამბობს, რომ ტრამპი ამბობს, რომ ჩვენ ვებრძვით deep state-ს და დავამარცხებთ მას, მისი მიერ გაცხადებული, მის მიერ გაკეთებული ეს განცხადება სხვა შინაარსის მატარებელია და პაპუაშვილისა თუ კობახიძის ეს განცხადება, ამგვარი განცხადება სხვა შინაარსის. მათთვის ამერიკელებისთვის deep state-ის სხვა რამ არის, ხოლო ამათთვის არის გლობალური ომის პარტია, მტერი კონკრეტულად საქართველოში და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისა და ჰგონიათ რომ აი deep state-ის დამარცხება არის იმ მოხდება იმ შემთხვევაში თუ deep state-ის შეეშვება ბიძინა ივანიშვილს, არ შეეშვება ადამიანის უფლებათა დამრღვევს, რომ ვიცოდეთ არავინ არც deep state-ი და არც არა deep state-ი, არც არასოდეს ტრამპი კი არა, სულ ირაკლი კობახიძის გარე ბიზაშვილი დაინიშნოს არჩეულ იყოს იქნას შეერთებული შტატების პრეზიდენტად მაზეკ 28-ში. ასე მაგალითად. ჯორჯ კობახ რო იყოს ესეთი გვარი თვინმე. ჩვენ ღიად ვსაუბრობ deep state-ის, USAID-ის, ნედისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლის წინ ვსაუბრობდით. ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებას გააკეთებთ. შეეჯიბრა კობახიძე. აი სანამ შენ აზე მოხვიდოდიო, მეო ნედზე და USAID-ზე ვლაპარაკობდიო და deep state-ზეო. მეო ჩვენო და შენ ოდნავ გვიან მოხვედი აზეო. არა, გეპატიებაო, მაგრამ ასე იგი დებილიზმი, დეგენერატივიზმი, ავანტურა რაღაცა სხვა ვიხმარი ნაბიჯრობა ხო? არა. რუსულობაც არ არის. ეს არის აბსოლუტური, აი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ჭკვა სუსტობა. რუსულობაც არ არის. აი რუსული ჭკვა სუსტობა, თუ გდებავთ ესე ვიტყვი. განცხადებისა, ჩვენ გვაქვს სრულად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან. ტრამპ შეუძლია თქვას, რომ ტყუნისო. არა, ტრამპს არა აქვს ის შეფასებები უკრაინის ომთან, რაც აქვს კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს. არა, ტრამპს უნდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, მას უნდა ცეცხლის შეწყვა და სისხლის ზღვის დასრულება. ამათ უნდათ რუსეთის გაბარჯება. ამიტომ იდენტური ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება მათი პოზიციები უკრაინასთან დაკავშირებით, რომ არ გამექცეს ახლა. გენდერულ და LGBT პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. არ იცით თქვენ ამ ქართული ოცნების წარმომადგენლებს კი არა, რიგით წევრებს თუ მომხრეებს
მიმართავ, რომ მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციაში არიან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები. ტრამპი არავის ჩაკლას ამათგან განსხვავებით არ ითხოვს და ჩაკლის პოლიტიკას არ ატარებს. ამგვარი ღირებულებითი, ამათ გონიათ რომ ეს ღირებულებაა. და იდეოლოგიური თანხმედრის ფონზე ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს რუსი ირაკლი კობახიძე, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა. არ ტრიალებს ბიზნა ივანიშვილის, აბას თუმნის მარჯვენა ფერდობზე რომ ხეებია იმის გარშემო სამყარო, ეს ვერ გაუგიათ. ამგვარი ინტერესი თქვენ გამოხატეთ რუმინეთსა და გერმანიის მიმართ, სადაც ევროპული ბიუროკრატების მხარდაჭერით რა დემოკრატიული აქტები განხორციელდა. არა, დემოკრატიული აქტები იყო გერმანიაშიც და რუმინეთშიც, მათ შორის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტულად რუმინეთში და იქ გულისხმობს AfD-ს დამარცხებას, მიუხედავად იმისა, რომ JD Vance აქვს გაკეთებული განსხვავებით ელონ მასკს, რომ მხარს უჭერს AfD-ს, ხარს უჭერდა AfD-ს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო პოლიტიკა იყო ამ ძალიან სამარგინალო ჯგუფის მხარდაჭერაზე ორიენტირებული. ასაკვირველია, შეერთებულ შტატებს სჭირდება მეინსტრიმ, დაღვინებული, ძლიერი დემოკრატიული ღირებულებების პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპაში და ამ შემთხვევაში გერმანიაში და ამგვარი პოლიტიკოსი ასაკვირველია არის კანცლერი მერცი, ისევე როგორც წინა კანცლერი შოლცი იყო ამგვარი პოლიტიკოსი. ხა ამიტომ ამაზე აღარც ვკავშირდეთ, ხო? იქ რუმინეთს სხვა შორის რუსული გავლენები იყო და რუსული გავლენების შესუსტებას ცდილობს შეერთებული შტატები ყველგან და მათ შორის რუმინეთში, ანუ ნატოს წევრ სახელმწიფოში. სადაც სხვათა შორის უზარმაზარი ნატოს ბაზა აშენების პროცესშია. თუმცა ქართველი ხალხის და ჩვენ და გასაკვირად, ესე იგი ესენი გაკვირვებულები დადიან თურმე ამ 20 იანვრის შემდეგ აქეთ-იქით ტრაველტასავით იყურება თურმე კობახიძე და ვერ გაუგია ტრამპი რატომ დუმს. იმიტომ კი არ დუმს, რომ ისა არევასებით, ხო? არევასებით, იმიტომ რომ ამგვარ რაღაცებს ჩადიხართ. განვაგრძოთ, გადავახტეთ ოდნავ. მეტის კვლავად ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დადგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცველობა და ძალაუფლება ეფექტურად აღკვეთეს. უყურეთ, რევოლუცია რომ დაეგეგმა შეერთებულ შტატებს ბაიდენის ადმინისტრაციას ამ შემთხვევაში და USAID-ს დააეფინანსებინა, გარწმუნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღეს არ ერქმეოდა დე-ფაქტო ხელისუფლებას არ ერქმეოდა ქართული ოცნება. ეს უთხრა თავის დროზე ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ირაკლი კობახიძეს უშუალო ლაპარაკში, გვარი უნდა გავიხსენო და თუ ვერ გავიხსენე მომიტევეთ, როცა ამ უკანასკნელმა ანუ ირაკლი კობახიძე უთხრაო თქვენ ვაფინანსებთო და ამან ესეთი სიტყვებით მიმართა პასუხად, რომ მე რომ deep state-ის წარმომადგენელი ვიყო, თქვენი ბუნდღა არ იქნებოდაო, ამას ქართულად მოვთარგმნე, რეალურად ინგლისურად სხვაგვარად ჟღერდა, მაგრამ შინაარსი კი იყო ეს. და სხვა თემაზე მინდოდა ამერიკა, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი ამ თემაზე მინდოდა გაკეთება ჩემი ამ ვიდეო ბლოგისა და აგე ირაკლი კობახიძემ დამხარჯა და გამანერვიულა და ამაღელვა. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი მეგობარი აქტი. ამერიკის კონგრესმა რომ მიიღო მეგობარი აქტი, ბუნებრივია ეს იყო შეთანხმებული ადმინისტრაციასთან, იმიტომ რომ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს მათ შორის რესპუბლიკელების და მათ შორის იმ რესპუბლიკელების, რომლებიც ტრამპის ახლო გარემოცვაში არიან. და ეს კობახიძეს ვერ გაუგია. უბრალოდ გაუგია, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ისტერიკაშია. რომელიც ეს მეგობარი აქტი არის ტრულად განსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მადასტურებს ტრულად განსჭვალულია. სიტყვა მეგობარის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს. მე მინდა ჩავატაროთ გამოცდა ლიტერატურაში თუ გნებავთ და კონკრეტულად თუ გინდათ ჯორჯ ორუელზე ვილაპარაკოთ და გამომცდელი იყოს ნებისმიერი ქართული ოცნების მიერ დასახელებული პირი, მაგალითად ზაზა შათილიშვილი, რომელსაც ცხადია წაკითხული აქვს, გამოიყვანოს 5 ფალავანი, ან წოდნედ წოდებული, აი არ ვიცი ვის გონია რომ წოდია ლადო კახაძე, გურამ მაჭარაშვილი, არ გონია რომ წოდია, მაგრამ მაინც და კონკრეტულად აი ნებისმიერი ავტორი ავიღოთ, მაგრამ მათ შორის ვთქვათ ავიღოთ ჯორჯ ორუელი, ხო? ჯორჯ ორუელზე ჩატარდეს გამოცდა და აქეთ ამ მხრიდან ოპოზიციის მხრიდან გამოვიდეს 5 ფალავანი, ასევე იგივე სიტყვით და შეეჯიბრონ. მთელი პასუხისგებლობით ვამბობ, 99 დეპუტატში და კიდევ 10 თუ 12 მინუტში, რომელიც ყავს ქართულ ოცნებას, ჯორჯ ორუელი არ წაუკითხავს 99 + 11 101
პირიდან არ წაუკითხავს 90-საც კი. გარწმუნებს ზარქუას არათუ არ წაუკითხავს, არამედ არცმენია, რომ კითხოს სადაურიაო, შეიძლება გითხრას, რომ არის ფინელიო. ანუ გვარის მიხედვითაც კი ვერ მიხვდება, რომ ეს დანიელი თუ ფინელი არ არის ორუელი. განვაგრძოთ ხა ეს კი ლაპარაკობს ჯორჯ ორუელზე, ეს უვიცი. რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი მეგობარი. და სხვა პარლამენტისაგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეულები ვართ. ამდენად მეგობარი აქცია საერთოდ არ გამამახვილებთ ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ მამაკაც არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას, ეს აღქმა კი გქონიათ. ამყარებს ის გარემოებას, რომ თქვენს ადმინისტრაციას მეგობარი აქცია არავითარი კონკრეტული განცხადება არ გაუხსენებია. დიახ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის შეთანხმებული სახელმწიფო აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის, თეთრცახსა და კონგრესს სენატს შორის. პარემ რომ იცოდით, კარგია რომ მიხვდით, ეს კიდევ უფრო ამძიმებს თქვენს ვითარებას. წერილებით ამას ვერ გამოასწორებთ, საერთოდ ვერაფრით ვეღარ გამოასწორებთ. ამას 22 წუთი მიიწურება მალე რაც ამ კობახიზე რუსს მეორე ეპიზოდში ვუთმობ ყურადღებას. ამ ყველაფრის გამო ეს კანონი ამცირებს ქართული ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ სამწუხაროდ თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეხურებდა წარსულში აზმნა. ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აშენს განცდას, რომ განცხადებები Deep State-ის დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობა და სხვა არაფერი, ანუ ტრამპი დაბყავებული ყოფილა Deep State-ის რებრენდინგით. და ხალხისთვის გასაკვირია, ანუ ჩვენთვის ამ რუსის აზრით, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებას კაცად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულების გადაწყვეტილებას დღემდე არ ასწორებთ. და ეს კიდევ უნდა წავიკითხოთ, კარგი. თუმცა ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია Deep State-ის დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის სტრატეგიული პატივების აღქმას საოცრად აისახება. რეალურად ამის ძალზე დიდი იმედი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება. შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NER-ის მიერ დარეგისტრირებული და ფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იქნება ეს არ ვქოლა წაკითხული. 250-ნი ვარ თურმე ჩვენ რუსთაველზე. 70 დღეა. USAID გვაფინანსებს თურმე გულწრფელობის არაფერი გცხია თურმე 20 ლარს გვიხდის დღემდე USAID. ჩვენ რა საწყლები არიან. თუ გნებავთ რამდენიმე ბგერა მოვაცილეთ ამ სიტყვას საწყლები. და იქნება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალური გამზ, რაც იმის უთხოვარი თქმისებურებაა, რომ Deep State-ის რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია. როგორ მე ქართული ოცნების მომხრეებს მიმართავ, აი ამ ინტელექტის, აი ამის დამწერ კაცს თეორიულ, რა სააზრო, რა ლოგიკით არგუმენტით უჭერთ მხარს. როგორც უკვე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კითხებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და დაემატოს და ხო, ამ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო აბზაცი აღარ ჩავიკითხეთ, რომ წინა ვიდეო ბლოგშიც მქონდა გარჩეული. ხალხნო 24 წუთი მიიწურება მას შემდეგ, რაც ზარქუას ტვინიან ირაკლი კობახიძეზე ლამდამის წერილზე ლაპარაკობ. სამარცხვინო წერილზე. მაგრამ ეს კარგია რომ ეს სამარცხვინო წერილი მან დაწერა. მეცაც გეტყვით, უკეთესი იქნება თუ ეს სამარცხვინო წერილი ბოუსვათ ყავა. ეს სამარცხვინო წერილი მართლა მიშევა და წააკითხებენ ამ სამარცხვინო წერილს იმ ჟღალ კაცს ტრამპს. რასაკვირველი აუცილებელია რომ მის გვერდით იმ მომენტში იყოს სასურველია ასე მაგალითად კონგრესმენი ვილსონი, რომელთან ერთადაც იცინებს ტრამპი ამ წერილის შინაარსზე და კიდევ ერთხელ დარწმუნდება შეერთებული შტატების ზოგადად მისი დღევანდელი ხელისუფლება ადმინისტრაცია და უკლებრივ ყველა, რომ ჩვენ ცოტა
უბრალოდ სამარცხვინო ხალხთან ან უბრალოდ FSB-ს მიერ მართულ ხალხთან არა გვაქვს საქმე ჩვენ ცოტა ისტორიული პერსპექტივიდანაც გადმოვხედოთ ამათ მართლობას და ამათ დღევანდელობას და ამათ განცხადებებს და ამათ პოლიტიკას ჩვენ გვაქვს საქართველოს ისტორიაში ყველაზე 90-იანი წლებიდან საქართველოს ისტორიაში კი არა რაც კი საქართველოს არსებობს რაც არსებობს აი 3000 წელზე მეტი რაღაცას რომ ღერით ხოლმე რომ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, დამწერლობით, კულტურით, ასე შემდეგ, ჩვენი ინტელექტით, კაცობრიობის ისტორიაში შეტანილი ჩვენი წვლილით რომ ვამაყობთ, ხო? ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ყველაზე სამარცხვინო ინტელექტუალური დონით, ყველაზე სამარცხვინო ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. გამსახურდიას დროინდელ ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით ქუჩიდან აიყვანა ზვიადმაო და მართლაც გასაკრიტიკებელი იყო განა არა იმჟამინდელი უზენაესი საბჭოს შემადგენლობა, საბჭოს ინტელექტუალური დონე, მაგრამ იმჟამინდელი უზენაესი საბჭოს ინტელექტუალური დონე მდგომარეობა იყო შეუდარებლად მაღალი ვიდრე მათი ვინც რომელთა ნაწილმაც დაამთავრა გერმანიაში უმაღლესი სასწავლებელი, მაგრამ აი ესეთი twin გამოყინული ნაბიჯრობების რუსული ნაბიჯრობების ავტორია. და როგორც შევადარო, არა, ცხადია, ფაშისტური გერმანია იყო ბევრად შეუდარებლად უარესი ვიდრე ეს სასაცილო პერსპექტივიდან რო გადმოვხედოთ ხელისუფლება, ხო, ფეიქი, ყველაფრის დიქტატურის, ავტორიტარიზმის ფეიქი ხელისუფლება, მაგრამ როგორც გერმანელებს წლების განმავლობაში ჰქონდათ სირცხვი და ახლაც აქვს შესაძლოა კი არა ნამდვილად სირცხვილის გზნობა 30-იანი წლების დასაწყისში გერმანიის სათავეში მოსული და 45 წელს გერმანიის ხელისუფლებიდან წასული იზოლებით წასული და ერთი ნაწილი თვითმკვლელია იცით თქვენ იმ ხელისუფლებისა ჰიტლერის დავკაცობით და არა მხოლოდ ჰიტლერი ხო სირცხვილის გზნობა ჰქონდათ იმ ხელისუფლების მიმართ და ძალიან სწრაფად ვეცადნენ ამოსვლას ვინ არ გახდა მერე უკვე შემდგომ პერიოდში გერმანიის ლიდერი ტკივილებით გაიარეს ეს 5-10 წელი 5-10 წელი 90-იანი წლების დასაწყისამდე 95-მდე და მერე უკვე ეხლაც ტკივილებით გადიან, მაგრამ სირცხვილის გზნობა გერმანელებს აქვთ იმის გამო რაც ხდებოდა 30-იან წლებში, ხო? ჩვენთან არ ხდება მაგ მასშტაბის უბედურებები და ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ჩვენთან ხდება ასევე სამარცხვინო ამბავი, რომელსაც ესე ჩამოვირეცხთ და ერთმანეთს ვკითხავთ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ჩვენ ავირჩიეთ ეს ტიპები ჩვენი რჩეულები იყვნენ ეს ტიპები რომლებმაც ჯოჯოხეთში აღმოაჩინეს საქართველოს არა მხოლოდ როგორც გეოგრაფიული სუბიექტი გაეროს წევრი ისი პოლიტიკის გამო ისინი არიან ოფიციოზი არა მხოლოდ ამის გამო არამედ იმ საქვეყანა რომელსაც საამაყო ჰქონდა ბევრი რამ ეს ბევრი რამ უკანა პლანზეა გადაგდებული ბიზინა ივანიშვილის და გამობიძინებულების მიერ მრავალხმიანი ქართული სიმღერა, ხატწერა, ჩვენი კულტურა, ჩვენი არ ვიცი ბევრი რამ ხო რაშიც ჩვენ წარმატებულები ვართ კიდეც არა მარტო ვიყავით ხო მაგრამ ვისახსოვს ჩვენი წარმატებულობა ამა თუ იმ სფეროში ამა თუ იმ მიმართულებით როდესაც პრეზენტატორი პოლიტიკაში ქვეყნის პრეზენტატორი არის ესეთი უდონო პირდაპირ მნიშვნელობით უდონო და სამარცხვინო ხელისუფლება ამიტომ ისიც რა დამთავრდებიან ესენი ხო მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მარტო იმაზე როგორ ჩავანაცვლებთ კოალიციური მთავრობა იქნება ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზეც უკვე შემდგომ პერიოდში როგორ მოვახდენთ თვით ერთის მხრივ სინანულს იმის გამო რომ ესენი იყვნენ მაგრამ ამ სინანულმაც იმ დეპრესიაშიც არ უნდა ჩაგვაგდოს არ უნდა გვიბიძგოს ფიქრისაკენ რომ თურმე ჩვენ ასეთი ცუდები ვართ რომ ესენი ავირჩიეთ ან აგვარჩევინეს ან ესენი ყავდა ხელისუფლებაში და ამით რაღაც თვით შეფასებაც არ უნდა დაგვივარდეს ყოფილა ბევრ სახელმწიფოს დამართნია მსგავსი რამ ლათინურ ამერიკაშიც, შუაგულ ევროპაშიც და ასე შემდეგ უდონო ხელისუფლებები ყოლია
ბევრ ხალხს, ბევრ საზოგადოებას, ბევრ ქვეყანას ხოლია ეს სამწუხარო რეალობა და აგეთ ჩვენს დაგვიდგა რომ ეს ჟამი რომ ყველაზე უდონო, ყველაზე დაბალი ინტელექტუალი, ყველაზე უნამუსო და ყველაფერთან ერთად რუსეთის მიერ მართული რუსული პოლიტიკის გამტარებელი და ასე შემდეგ ხელისუფლებად წოდებული ბანდა ყავს ჩვენ სათავეში. და ამის ნათელი, ერთ-ერთი ნათელი დასტურია წერილი, რომელიც ჩაგიკითხეთ. აკითხულობ ამ წერილებს, კომენტარებს დაურთავ. ბჟუტავი იმედიც აღარ აქვს იმისა, რომ ოდესმე ვინმე ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდისაგან უკან დაიხევს და იტყვის რომ ხომ იცი აი დამაწერინა ბიზინამ მან არ დამაწერინა მაგრამ შევწდი და ამსავრდა დაგაწერინოს ბიზინამ ამ კალამს ხო ეს კალამი ხო შენ გიჭირავს ხო შენ უნდა კომპიუტერზე შენ უნდა აკარიფო ხო ეს წერილი ან სხვა მაკრიფოს და შენ უნდა მოვაწერო ხელი. ყველაზე სამარცხვინო ხელისუფლება ყავს და მე არავის არ ვამუნათებ არწმის მომხრეებს საბოლოო ჯამში იცხოვრეთ თუ გნებავთ ამათთან აი ამ უდონობაში იცხოვრეთ მეთქი არ დაგანებებთ ამ ქვეყანას ეგ ერთია მაგრამ თქვენი სურვილია საბოლოო ჯამში და ვერ ვიძალადებთ ახლა თქვენს არჩევანზე მაგრამ ამბავიც ის არის რომ გინდათ თუ არ გინდათ უდონობა როგორც ასეთი უინტელექტობა გადმოგედებათ თქვენ გადმოვცელდება თქვენზეც მანახე ვინ არის შენი მეგობარი და მე გეტყვის შენ და როცა ჩემი მეგობარი არის ბანდიტი პირდაპირ მნიშვნელობით ბანდიტი ხო უნებურად მისდის საზოგადოებას ფიქრი იმისაკენ რომ შენს ანუ მეც ბანდიტი ვარ მე მყავს ბანდიტი ალბათ ამაღლად თქვამია მაგრამ აი ძველი ბიჭი მეგობრები რომლებთანაც მე მაქვს ურთიერთობა დღესაც მაქვს ურთიერთობა მაგრამ ძველი ბიჭი აი ქუჩის ბიჭი ხო მაგრამ მე მაქსიმალურად დისტანცირდები ხოლმე მათგან დისტანცირდებოდი და დისტანცირდები მაშინ როდესაც ისინი უკვე აი კრიმინალში თუ გადადიოდნენ ახლა სადღა გადადიან მაგრამ თუ გადადიოდნენ კრიმინალში მე დისტანცირდებოდი იმიტომ რომ ანუ დისტანცირება გან არ მიყვარს კაცო შენი ბავშვობა ხო მაგრამ უმრავლესობა თუ აწილი მაგრამ მე ახლა ვინმეს არ ეთქვა რომ აი სტაბლიაშვილიც ხო არის ამ ბანდიტს არ დავარქვენ მაინც და მაინც მაგრამ აი კრიმინალისკენ გადახრილი პირის ეხლა ისინი დაწყარებულები არიან ძალიან კარგი ხალხია ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ასე შემდეგ ხო მე დისტანცირდებოდი ამათგან უინტელექტო მეგობრებიც მყავს განა არა მაგრამ მე დისტანცირდები მათგან რომ ვინმე მართქვას დიახ საზოგადოებაში ჩემ რეპუტაციას ჩემს რენომეს აქვს უზარმაზარნიშნულობა და თუ ქართული ოცნების ამორჩეველი აი ვიდრე 24-ის 26 ოქტომბრამდე იყო 26 ოქტომბრის იყო ჩათვლით იყო მისი ამორჩეველი არ დისტანცირდება უდონობისაგან გაგიკვირდებათ და მომავალი თაობები მათაც ამ ამორჩეველსაც დაარქმევს დაბალ ინტელექტუალს კი არა უინტელექტო ქართულ საზოგადოებას რაც ლუსტრირდა რომ ბევრი ყავს სამწუხაროდ მაგრამ მე უმრავლესობაში დარწმუნებული ვარ მაინც არის ის საზოგადოება აქ ორუელზე არ არის ლაპარაკი შეიძლება სულ არ გქონდეს წაკითხული რომელსაც თვით კრიტიკულობის სხვის კრიტიკულობის უნარი აქვს და თვალსაჩინო აქვს ფართოდ ამოუკიდებლად იმისა ორუელს ვკითხულობ თუ არ კითხულობ ეს ხელისუფლება კი ორუელს კი არა თხა დაგიგოსაც რომ ვერ კითხულობს ესეც ფაქტია ნახვამდის